მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. დღევანდელი გაშლა იქნება ვინ ხართ თქვენ მისთვის. რა ადგილი გიკავიეთ მის ცხოვრებაში, რას წარმოადგენს საერთოდ მისთვის. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი და დავიწყოთ. ვინ ხართ თქვენ მისთვის. მეგობრებო, ეს ადამიანი ამ წუთას აღგიქვავთ ძალიან დაფარულად მისთვის, ძალიან მისთვის ხართ ძალიან ღრმა ადამიანი, ღრმა ემოციებით, აი ძალიან ყველაფერს ძალიან სიღრმისეულად აღიქვავთ თქვენ, ემოციურად, სიღრმისეულად, აი ესეთი ადამიანი ხართ თქვენ მისთვის. ასევე ფიქრობს, რომ თუ ახლა არ გაქვთ კონტაქტი და მე ვუყურებ, რომ სავარაუდოდ არ გაქვთ ამ წუთას კონტაქტი ერთმანეთთან, ამის მიუხედავად თქვენ და მასაც ორივეს გაქვთ ერთმანეთის მიმართ ემოციები. თუმცა ეს ადამიანი აღგიქვავთ ძალიან ბავშვურად ასევე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ შანსი მის ცხოვრებაში. კარგი, კიდე ვინ ხართ მისთვის, რას წარმოადგენთ? ხო, აი შანსი რისი? აი ზუსტად. თქვენ ხართ შანსი მისთვის, რასთან დაკავშირებით ახლა? როცა თქვენ ხართ მასთან, მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი დადებითი ცვლილებები ხდება, ძალიან წინსვლა მოდის მის ცხოვრებაში, ბევრი ახალი შანსი, შესაძლებლობები მოსდის ცხოვრებაში. თუ რამეს აკეთებს, საბოლოო ჯამში კმაყოფილი რჩება თავისი შედეგით. როცა თქვენ ხართ მის ცხოვრებაში, აი ასე მოქმედებთ თქვენ მასზე და შანსიც აქედან გამომდინარეა, რომ აი შანსი ხართ იმისი, რომ წარმატება მოგაქვთ მის ცხოვრებაში, ასე ვთქვით. კიდე ვინ ხართ მისთვის, რას წარმოადგენთ? ხო, ასეთად აღგიქვავთ თქვენ, მაგრამ ასევე თქვენს გამო ეს ადამიანი არის ძალიან დიდ ეჭვებში, გაურკვევლობაში, საკუთარ თავს ებრძვის ყოველთვის და რადგან ეხლა არ გაქვთ კავშირი ერთმანეთთან, ეს მისთვის არის ძალიან მძიმე. აი შეიძლება ამას თვითონ არ გამოხატავს და არც ეტყობა რეალურად ეს ყველაფერი, მაგრამ მისთვის აი ეს თქვენგან შორს ყოფნა არის ძალიან რთული. მაგრამ ფიქრობს, რომ უნდა გქონდეს რაღაცა ნაბიჯები თვითონ, უნდა გადმოდგას რაღაც ნაბიჯები თქვენსკენ, თუმცა ესეც ძალიან ერთულება. ვინ ხართ კიდევ თქვენ მისთვის, რას წარმოადგენთ თქვენ მისთვის? ვინც ჩაიფიქრეთ. მეტი რამ უნდა თქვა. ვაიმე. მერტჩემ ამ ადამიანს, აი, არ ვიცი. ეს ადამიანი თქვენზე არის შეყვარებული. თქვენ ხართ მისი ბედნიერება, აი, ოჯახი. რომ წარმოიდგენს ოჯახს, თქვენ ხართ ამ ოჯახთან ასოცირებული. თქვენი წარმოდგენა აბედნიერებს ამ ადამიანს და აი წარმოიდგინეთ ხა, როცა ერთად არ ხართ, იმიტომაც არის აი ესე ცუდ დღეში, რადგან ეს ადამიანი თქვენზე არის შეყვარებული. მოდი
ეს ალბათ თავში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ეხლა გავაკეთებ რა პრობლემაა, უფრო მეტად რომ რეზონირდეს თქვენზე, გავიგოთ როგორია თვითონ ეს ადამიანი. სხვა დასტით გავიგოთ. ეხლა მეგობრებო. გადავწყდეთ სხვა დასტით გავიგო ამ ადამიანის პიროვნება ვინ არის, რას წარმოადგენს. როგორია ეს ადამიანი, ვინ არის ეს ადამიანი, როგორი პიროვნებაა გავიგოთ აბა და მიხვდებით რამდენად რეზონირდება თქვენზე. როგორი პიროვნებაა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ამ წუთას საკმაოდ როგორც წეგანა აღნიშნე, საკმაოდ დეპრესიული ფონი აქვს, სუდათ არის და როგორია საერთოდ ვინ არის? ამ ადამიანს მეგობრებო შეიძლება დიდი ხანია იცნობთ რაღაცა ბავშვობის მოგონებებით შეიძლება გაკავშირებდეთ მასთან. თუ ესე არ არის და ასეთი დიდხნიანი ნაცნობობა არ გაკავშირებთ, მაშინ ეს ადამიანი კიდევ იმას მიჩვენებს, რომ არის საკმაოდ სტრესულ და დეპრესიულ მდგომარეობაში და სულ მოგონებებშია და ოცნებებში თქვენთან დაკავშირებით. თუმცა უნდა კარგი, ნაბიჯების გადმოთქმა უნდა, მაგრამ გავიგოთ ვინ არის ეს ადამიანი, როგორია კიდევ აბა ეს ადამიანი. ადამიანი აი ეხლა გეტყვით მეგობრებო. აი როგორი ტიპია იცი ეს ადამიანი? ეხლა მე ამებს რომ გეუბნებით, წეგან რომ გითხარით რომ შეყვარებულია თქვენზე, თქო შეიძლება ვიღაცებს გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ იმ დონეზე манипуляტორი ადამიანია და ცდილობს რომ აი ამ манипуляციებით მოგიპოვოთ თქვენ და არა თავისი გრძნობების და ემოციების გამხელით, იმ დონეზე манипуляტორია რომ ამ ყველაფერს არ იძახის. აი როგორი ტიპაჟია იცით? აი უნდა რომ ყველაფერი თვითონ მართოს, თავის ხელში იყოს ყველაფერი. აი სულ ებრძვის თავის თავს, რომ რაღაცა ემოცია მარაჯობოს და სულ რაღაცა ესეთი ბრძოლები აქვს საკუთარ თავთან. შეიძლება თქვენთანაც, რომ აი თქვენ შეიძლება ეუბნებით, რომ აბა რაღაცა კითხვებს უსვამდით, რომ ასე რატო იქცევი, რას გრძნობ, რადგან არაფერს არ გეუბნეოდათ თავისი გრძნობების შესახებ, ვერ გაგერკვიათ და შეიძლება ეკითხებოდეთ, რას გრძნობ ჩემს მიმართო და აი ებრძოდა თავის თავს, სულ რომ არ ეთქვა არაფერი. თუმცა შედეგი უნდა ის, რომ თქვენთან ერთად იყოს. ახალი დასაწყისი გქონდეს, აი თქვენ აღგიქვავთ მის მეორე ნახევრად, მაგრამ აი ესეთი ცოტა არასწორი ნაბიჯებით მოდის. კიდევ როგორია ეს ადამიანი, აბა გავიგოთ. ხო, აი კიდევ იგივენაირად. ანუ თქვენ ხო ეგრე აღიქვავთ რაღაცა ძალიან ღრმა პიროვნებად და თვითონაც თქვენი ანარეკლია აი მთვარე და მთვარე. აი ესეთია თვითონაც ძალიან შეიძლება ამიტომ ხდება თქვენ შორის ესეთი გაურკვევლობა, რომ ერთმანეთს არ ეხსნებით, დახურულები ხართ ერთმანეთის მიმართ. აი როგორია იცით? ერთი გაურკვევლობიდან მეორე გაურკვევლობაში რომ გადადის. აი ძალიან ჩაკეტილი პიროვნებაა. ჩაკეტილი და ღრმა. არ არის ზედაპირული ადამიანი, საკმაოდ ღრმა ემოციები აქვს, მაგრამ იცის რომ ესეთი ემოციურია და ცდილობს თავის საკუთარ თავს ებრძვის აი ამაში ზუსტად რომ არ გამოხატოს ეს ემოციები. კარგი, მოდი ვნახოთ ეს მეორე დასტა არ ამბეს. გავიგოთ
რა ნაბიჯები ექნება თქვენსკენ აი ამ ზაფხულის პერიოდში რა ნაბიჯები ექნება თქვენსკენ ამ ადამიანს კიდე ეს გადმომივარდა რომ ძალიან ცუდად არის აშკარად ისეთი манипуляტორია რომ ცდილობს თვითონ არ გადმოდგას ნაბიჯები და გელოდებათ თქვენ რა ნაბიჯები ექნება აი ამ ზაფხულის პერიოდში თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ნაბიჯები ექნება მეგობრებო გამოვა ამ გაყინული მდგომარეობიდან მაგრამ რაღაცა ეს რას ნიშნავს გავიგოთ რაღაცა ესეთი არჩევანი აქვს ამ ადამიანს კი აქვს მეგობრებო გულგატეხილია ძალიან როგორც წეგან გითხარით არის რაღაცა მესამე პირების თემა და ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ხდება მის ცხოვრებაში მის თავში არის ყველა თქვენზე მოირგეთ აშკარად არის რაღაცა მესამე პირების თემა აქ და ნაბიჯებს გადმოდგამს მაგრამ აი ამ ტრანსფორმაციის შემდეგ მაინტერესებს მე რამდენად სერიოზული ნაბიჯებით მოვა რა შემოგთავაზებთ საერთოდ რადგან აი ესეთი სამკუთხედები ამომივიდა ახლა აქ რაც არ მომეწონა თქვენზე თუ არის შეყარებული რა შუაშია სამკუთხედები ძალიან როგორც ჩანს ცოტა არასტაბილური პიროვნება ყავს აქ აი რა ნაბიჯებით მოვა თქვენსკენ ეს ადამიანი თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რა ნაბიჯებით მოვა რამდენად სერიოზული ნაბიჯები ექნება ამ პიროვნებას მეგობრებო აი როგორც წეგან აღნიშნე ცოტა ეტყობა ისეთი პიროვნება ყავს აქ რომელსაც უყარსა ესე წინდა უკასიარულები და რაღაცები არასტაბილური პიროვნება თუმცა როგორც ასეთი სიყვარულის თქვენ უყვარხართ თქვენ მის ცხოვრებაში ხართ თქვენს გარეშე არის სუდად ადამიანი ანუ ესეთი არაფერი მინახია თქვენს გარეშე არის სუდად მაგრამ თან კიდე სხვაებიც ყავს ეს გულის გადასაყოლებლად ალბათ თქვენს გარეშე სუდად არის თქვენ ხართ მისთვის აი გამონათება თქვენ რომ მის ცხოვრებაში ხართ მის ცხოვრება ანათებს თვითონაც ანათებს ყველაფერში უმართლებს წარმატებული ხდება და სერიოზულ ნაბიჯები ექნება როდის იცით მეგობრებო აი საბოლოოდ რომ მოკუდება ნერვიულობით და მიხვდება რომ თქვენს გარდა საერთოდ არავინ აღარ უნდა, მაშინ გააკეთებს არჩევანს და მაშინ გადმოდგამს რაღაცა ნაბიჯებს უფრო სერიოზულობისკენ. მაგრამ ცოტა ეს სერიოზულობა უჭერს ამ ადამიანს. მაშინ გადმოდგამს, მანამდე შეიძლება კონდეს ნაბიჯები, მაგრამ ისეთი გამონათებები, მე ისევ დაკარგვები და ასე შემდეგ. მაგრამ აი ძალიან რო გაუჭირდება და გადმოდგამს ნაბიჯებს თქვენგან რო ელოდება ესე ემოციურ და დადებით დახვედრას, ამ დროს თქვენ იქნებით პირიქით. ამ დროს იქნება ის მომენტი, რომ ეხა პირიქით თქვენ დაიბლოკებით. შეიძლება ძალიანაც გინდოდეთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ საკუთარ თავს
შეაკავებთ, ასე ვთქვათ და დაბლოკავთ მისგან. არ გენდომებათ საკუთარ თავს გადააბიჯოთ და ისე უკან დაიბრუნოთ ეს ადამიანი. აი ეს არის. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო ცოტა არ იყო, თუმცა ესეც დადებითი პასუხია, იმიტომ რომ არასწორ ადამიანს ჯობია არასწორი ადამიანის გვერდით ყოფნა ჯობია რომ არ გყავდეთ. მე მგონი ეს ესე დაუწერელი კანონია, თუმცა ზოგს ძალიან უჭირს ხოლმე ამის გაკეთება, ამის შესრულება და იმდენად უნდა იმ ადამიანთან ყოფნა, რომ ურჩევნია არასწორად იყოს, ურჩევნია ცუდ ურთიერთობაში არასწორ ურთიერთობაში იყოს და მასთან იყოს, ვიდრე წავიდეს და ჯანსაღი, სტაბილური ურთიერთობა ეძებოს სადმე და საკუთარი თავი შეინარჩუნოს ჯანმრთელი, ბედნიერი, გაბრწყინებული და არა დანევროზებული და მუდმივად მოლოდინის რეჟიმში რომ გამყოფებს ადამიანი ეგეთ სიტუაციაში. მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა, შეგახსენებთ, რომ ჩემთან გაშლები ორი კითხვა არის 15 ლარი, რაც დასრულდება ესეთი ფასი დამთავრდება 2 ივნის. ჩემთან კოუჩინგური სესია ღირს 30 ლარი და გირჩევთ რომ სხვების ლოდინს საკუთარი თავის განვითარებაზე იფიქროთ, საკუთარი მინუსების დაპლიუსებაზე იფიქროთ, ანუ შეცვლაზე იფიქროთ, საკუთარ სულზე იზრუნოთ და დრო არ დახარჯოთ ვიღაცების ლოდინში. ვიღაცებზე ფიქრში არ ათენებდეთ ღამეებს და არ ელოდებოდეთ მუდმივად. გირჩევთ